კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ დღის სტუმარს უყურებთ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობა 8 ოლქიდან 6 თმობს ოპოზიციური პარტიებისათვის, სხვა ოპოზიციური პარტიებისათვის და ისინი 2 ოლქში, ეს არის გლდანი და სამგორი საკუთარ კანდიდატურას წარადგენენ. ამის შესახებ გუშინ ნიკა მელიამი საუბრა, რომელიც დღეს ჩვენი პირველი სტუმარია. ნიკა, მოგესალმებით მადლობა სტუმრობისთვის. ნიკა, არის მოსაზრება, რომ ოპოზიციაში ერთგვარი გაუგებრობა, რითიც ამომრჩეველი იბნევა, თითქოს მანდატებს ვერ იყოფთ და ასე შემდეგ. მე გადავხედე გასული არჩევნების შედეგებს და ამას თუ გავითვალისწინებ და წმინდა არითმეტიკულად დავთვლით, ასე გამოდის, რომ თქვენ შეგეძლოთ 8-დან არათუ 2-ის, არამედ 4.8, თითქმის 5 კანდიდატის წარდგენა შეგეძლოთ. მაგრამ თქვენ თქვით 2. რატომ ეს 2? დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. უბრალოდ თავში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მანდატებს ვერ ვიყოფთ. იყო ასეთი მოსაზრება, თქვათ Facebook-ზეც ვნახე და გამოხმაურებები რაც იყო. იმაში რატო ისეთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ და მე ვფიქრობ, უფრო დავახლოვდით მიზანთან, რომელიც მომსახურება ამ ქვეყანაში ნორმალური ხელისუფლების მოსვლას ძალაუფლებაში. ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ ისე, რომ იყოს ეს კოორდინირებული და ამის შემდეგ ბუნებრივია ხალხთან ერთად ჩვენ მოვიპოვოთ გამარჯვება. ჩვენ ეხლა მაგიდაზე დევს მანდატები და ამას კი ვინაცებთ, ეს ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, ხალხს აინტერესებს უბრალოდ მათ ეშველება თუ არა, მაგრამ რაც არ უნდა მავანმა ეხლა მე მითხრას, რომ თქვენ სადღაც რაღაცაზე საუბრობთ და ეს ხალხს არ აინტერესებს, არა, ხალხს ამ მოსაზრებასაც არ ვეთანხმებ, იმიტომ რომ ძალიან კარგად აინტერესებს ხალხს, იმიტომ რომ ეს არის ინსტრუმენტი თუ როგორ უნდა შეცვალოს ხალხი. ხელისუფლება. თქვენ უშუალო კითხვას რაც შეეხება. ანუ თქვენ შეგეძლოთ 8-დან როგორც მინიმუმ 3 ადგილას გეთქვათ, რომ აი ჩვენ აქ გვეყოლება მაჟორიტარი, არ ამგონია რომ ეს დავისაგანი გამختار, მაგრამ თქვით რომ ეს საინტერესოა, რატომ ეს 2, რა პრინციპით შეერჩიეთ და რატომ 2? ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთობა, ხახნო? და ამაზე ჩვენ საუბრობთ პირველივე დღიდან. და არა მარტო ჩვენ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ ძალიან დიდი პოლიტიკური გაერთიანება, არა მხოლოდ ოპოზიციაში, მთლიანად ქვეყანაში ვარ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება, იმიტომ რომ ხა მე ოპოზიციური გაერთიანება და არ ვთვლი ქართულ ოცნებას, ეს არ არის პოლიტიკური გაერთიანება რაიმე იდეების და პრინციპების გარშემო. ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია. პასუხისმგებლობა ბუნებრივია, შენი არ ყოველთვის დიდი ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაში თუ ხარ ხო, მით უმეტეს. ამიტომ ჩვენ ვატყობდით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ერთობის საკითხი ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრში, როგორიც არის დედაქალაქი, 1,5 მილიონიან ქალაქში. და რამ განაპირობა ეს? და ჩემი აზრით, დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, თუ სხვა სფეროზე ვსაუბრობთ, უფრო გავლენიანმა, უფრო ძლიერმა, თუ სპორტზე ვსაუბრობთ, უფრო ღონიებმა, რაღაცა უნდა დათმოს. მაგრამ სინამდვილეში ეს დათმობა არ არის, ეს არის საერთო ინტერესის გათვალისწინება და ამ საერთო ინტერესში მე რას გულისხმობ, ისეთ პარტიას კი არა მხოლოდ ხალხს გულისხმობ, პირველ რიგში თბილისელებს გულისხმობ. და ბევრი პარტია გვყავს დღეს ჩვენ რეგისტრირებული არის ახალშობილი პარტია, რომელსაც ძირითადად აქვს ინტერესი თბილისზე და ძირითადად მათი ელექტორალური მოდება თუ შეიძლება ასე ითქვას და მხარდაჭერა არის თბილისში და ჯერჯერობით ფესვები ვერ გაიდგეს და ბუნებრივია მათ ისე ვერ მოასწრებენ ფესვების გადმას წლის ბოლომდე. ამიტომ მაღალი იყო რისკი იმისა, რომ არ ვერ მოხდარიყო შეთანხმება. აქ მე განგება არ უსვამ ხას, რომ მავანი ჩვენ გვადანაშაულებდა და გვაბრალებდა იმაში, რაც საერთოდ არ იყო და ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და ღია კარის მტრევას გავდა. კარი იყო ღია და კაროცა ღია, რატომ უნდა დამიმტრიო? აქ სხვა პრობლემა დავინახეთ ჩვენ, მე მათ შორის ასევე. დავინახეთ, რომ შეთანხმება შეიძლება ვერ შესრულდეს, იმიტომ რომ ვერ შედგეს ბევრი სუბიექტია, რომელსაც სურვილი აქვს, კი ბატონო, იყოს ერთობაში, მაგრამ ფიზიკურად ტევადი არ არის, ხო? 30 ამიტომ ამ შემთხვევაში თბილისზეა საუბარი. თბილისზე ვსაუბრობთ, ხახნო, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცენტრია ხო დედაქალაქი. ამიტომ გადავდგით ის ნაბიჯი, რაც გადავდგით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თუ ლოგიკით მიუდგებოდით ამ საკითხს და სამართლიანობის პრინციპით ვიხელმძღვანელებდით ნაციონალურ მოძრაობას და მის ბლოკს ძალაერთობაშია, რა კონფიგურაციით არ უნდა გავიდეთ, ხო? 5 ასე თქვათ
ბრძოლის ველზე და მონაკვეთზე ექნებოდა პრეტენზია დედაქალაქში. აი გეტყვით მაგარი აი რატომ არ გააკეთეთ ეს? ჩემი კითხვაც ამაში მდგომარეობს. რატომ ორი? დამასრულებით თუ შეიძლება 2018 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ ბლოკით ძალა ერთობაშია თბილისში აიღო ძვირფასო მაყურებლებო პირველ ტურში ჯამში 153,000 ხმა. ვიმეორებ, 153,000 ხმა ავიღეთ. მთელმა ოპოზიციამ ერთად აღებულმა აიღო 109,000 ხმა 2000 უკანასკენ არჩევნებს. ანუ 153,000 ხმა ავიღეთ ჩვენ ძალა ერთობაშია პოლიტიკურმა გაერთიანებამ და 109,000 ყველა იმ სუბიექტმა, რომლებიც ასპარეზობდნენ 2018 წლის არჩევნებში ოპოზიციურ პლატფორმიდან. მიუხედავად ამისა, ნახევარზე მეტი, სადაც შედის ასევე ყველა ოპოზიციას კი ბატონო. გულისხმობ, ვინც კი მონაწილეობას იღებდა 2018 წლის არჩევნებში, მათ ანგარიზე დაფიქსირდა 109,000 ხმა. კი ბატონო. სამწუხაროდ, კარგი შემოდა ყველას მეტი აგვიღო, კიდე. ჩვენ ავიღეთ ცალკე 153,000 ხმა. ეხლა ამ პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებდით, ეხლა თავად განსაჯეთ. რა თქმა უნდა, სამართლიანი ხემოდა პრეტენზია ქონდა 5-ზე. ხო, მაგრამ ერთობას აქვს მიზანი და ერთობას ზენს ფას მიზანი. თუ ერთობაზე მიზანი არ აქვს კეთილშობილური, ხო, ეხლა ერთობა განწირულია შედუღაბების მართლგეუბნებით, ეხლა ერთობა ესე ყაჩაღებსაც აქვს და ძალადობრივი ყაჩაღური ჯგუფი როცა იქნება, ერთობა იქაც არის. ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ და რა ერთი და არა ორი და არა სამი და არა ხუთი დღე ძალიან დიდი ხანია ამაზე ფიქრობდით, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ გამაერთიანებლების როლი და იმ შემთხვევაში თუ კი ერთობას დაემუქრება საფრთხე, ჩვენ თავიდანვე მზად ვიყავით, რომ მიგვიღოს გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. ჩვენ თუ დავიწყებდით საუბარს ისეთ რა, ჩვენ ვართ დიდები და ქართულ ოცნებასაც კი ვაჯობეთ 2018 წელს თბილისში პირველ ტურში 153,000 ხმა როცა აიღო ნაციონალურ მოძრაობის ბლოკმა და ქართულმა ოცნებამ პირველ ტურში აიღო 159 ხმა, ხო? და სხვა ოპოზიციამ 109, რაც თქვი, ეხლა ბუნებრივია, ვერავინ ვერ გააპროტესტებდა, ვერც ერთი ჩვენი კოლეგა, რომ თქვენ ხართ უსამართლო მოთხოვნით აქ წარმოდგენილი, მაგრამ მიზანი არის კეთილშობილური იმდენად, რამდენადაც ეს არის ეროვნული ინტერესი, ჩემი ღმერთმენით და ჩვენი ღმერთმენით პარტიაში და ძალა ერთობაშია სუბიექტების აზრითაც. აქედან გამომდინარე მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ. ამით ჩვენ უკვე როგორც თქვენ აღნიშნეთ და გისმენთ თქვენს მონოლოგში ვიწყებთ რეალურად კამპანიას თბილისში, სამგორისა და გლდანის რაიონში და დანარჩენ საქართველოში. და ყველანაირად ხელს შეუწყობთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ თბილისში შედგეს შეთანხმება ძლიერი კანდიდატების შორის, რომ უკვე 8 კანდიდატმა ანახოს ერთობა და ეს 8 კანდიდატი უნდა იყოს და მჯერა ასე იქნება და მე იმედი მაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ასე ჯერა და წარმომადგენლებს იქნება სხვადასხვაგვარი ადამიანები წარმოდგენილი. რატომ? იმიტომ თბილისია დიდი ქალაქია და სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ხალხი ცხოვრობს და ყველას უნდა მივცეთ არჩევანის შესაძლებლობა ერთადერთის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილი არ უნდა აბსოლუტურ უმრავლესობას ამ ქვეყანაში, მაგრამ გემოვნება სხვადასხვა ოპოზიციურ ამორჩევლს. ამიტომ ჩვენ ეს სივრცე გავაფართოვეთ და ეს შესაძლებლობები გავზარდეთ და შანსი ერთი-ორად გაიზარდა, რომ შედგეს ერთობა. მე განგებ არ უსვამ ხაზს, რომ ეს იმიტომ კი არ გაკეთდა, რომ რაღაცა ვიღაცამ არ დაგვაბრალოს ჩვენ. მე მესვრის, მე რო პატარა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვიყო, მეც მექნებოდა შესაძლებელი ეს კომპლექსი, რომ მე დიდი რას ფიქრობს დიდმა მე თუ ზურგი შემაქცია ჩემი პოლიტიკური საქმიანობა გართულდება ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ნაციონალურ მოძრაობას ხალხთან მის ბლოკს ყავს ცოცხალი ადამიანები, ამომრჩევლები. მათთან ვართ ასე თქვა ანგარიშვალდებულები. მე რა თქმა უნდა მეწყინა პირდაპირ გეუბნებით, უბრალოდ კი არ გავბრაზდი, მეწყინა, იმიტომ რომ მე რამდენიმე პოლიტიკოსის
რომლებიც საჯაროდ გამოდიოდნენ და საუბრობდნენ, რომ უნდა დათმოს ნაციონალურ მოძრაობამ, უნდა გადმომიღოს მეტი, უნდა მომცეს მეტი, ანუ ერთი წუთით რა მართლა საქონლო ფონდი არა ვართ ხალხო. ჩვენ ამის საფუძველს დავანებოთ არ მიგვიცია არავისთვის. მე იმ მდგომარეობამდე მიმიყვანეს, რომ ბავშვი დამაფიცებიეს პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით პირად ურთიერთობებში. ნაციონალურ მოძრაობას პრეტენზია საჯაროდ რატო უყენებ? რატო გქონდა ის პრობლემა, რატო უნდა გამოვიდეს ერთი, მეორე და მესამე პოლიტიკოსი ოპოზიციურ მხარეს? ხო, რატო უნდა წაგიყენოს ბრალდება, რომ ნაციონალურ მოძრაობა უნდა ჩაშლა როგორც ჩანს მოლაპარაკების აბსოლუტურად საფუძველ გამოცვლილი იყო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მე ვიყავი წარმომადგენელი, მე ერთი ადამიანი მივდივარ იმ შეხვედრაზე და ვესაუბრები. სულთორ პარტიის პოზიციებს ვაცნობ, ხო სხვა კოლეგა ოპოზიციონურ პარტიას, მაგრამ მოხდა ისაც მოხდა, კარგი რომ დამთავრდა, წასულ ჩაბარდა და ჩვენ გავდივართ ველზე. მე ხა თქვენი გადაცემის შემდეგ მივდივარ მაგალითად გდანის რაიონში უკვე. რომ შევხვდე იქ ჯგუფს ერთს დღეს უკვე ჩვენს შტაბში. ნაწილი ჩვენი მეგობრების არიან უკვე სამგორში გასულები და გავდივართ რეგიონებშიც და არ გვინდოდა ამ გაუთავებელ უსამართლო იწილო-ბიწილოში ყოფნა, რომელიც იყო მზარდი თავის ტკივილი ჩვენთვის კი არა, ხალხისთვის. ხალხი ბოლოს 3 დღის განმავლობაში თუ 4 დღის განმავლობაში რას უყურებდა? რაღაცაზე ვჩხუბობდი, თან უსამართლოდ როგორ ჩხუბობენ, ჩემი პრობლემაა, მე ვერ გავიგე და მე დავიბენი. ხომ აღმოჩნდა რომ ამას საფუძველი არ ქონია. ხომ არ მინდა თქვა რომ ჩვენ პოლიტიკური დიდსულოვნება გამოვიჩინეთ და არა. ამას არ თავს არ ვიქებთ. ჩვენ გვინდა ერთობა ხალხო ერთადერთის წინააღმდეგ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ სრულად ყველა ოპოზიციური პარტია მიუხედავად იმისა რომ ზედა მთვარე არ ამოგვდის ერთმანეთზე მე არ მიყვარს გიგაბოკერია და არ უყვარვარ გიგაბოკერიას მე არც არასოდეს შევიყვარებ და შემიყვარებს აბსოლუტურად დიდი სხვაობები გვაქვს ჩვენ ერთმანეთში და ბევრი რამ გაგვასხავებს. მის სასარგებლოდაც შეიძლება თქვა არა. გასაგებ, მაგრამ ამ ქვეყანას მართავს ხალხო ოლიგარქი. კი ბატონო, ბოდიშით. ხელში გიჭირავთ რამე კვლევა არის რის საფუძველზეც თქვენ გლდანი და სამგორი აირჩიეთ? ანუ ამ ორ რაიონს უპირობოდ იგებთ, თუ აი რა პრინციპით გლდანი და სამგორი და არა ვერა ვაკე მაგალითად. დანი სამგორი კი არა რატომაც ესეთი სტერეოტიპი გაჩნდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაბალი შანსი აქვს თბილისში 2014 წელს შეგახსენებთ, როდესაც თუ ვინმე ყავდა ჩვენ მოწინააღმდეგე ყავდა 2014 წელს ხო თბილისში და ცხენზე თუ იჯდა, როდესმე ოცნება იჯდა, როდის, პოლიტიკურ ცხენს გულისხმობ, ხო? ანუ აჭენებდნენ, რასაც უნდა და აკეთებდნენ. ეხლა დათოს მოიგებდა ნარმანია და რო დაიყენებიათ გუგული მარგრაძე თბილისის მერის კანდიდატად ისიც მომიგებდა. ვაღიარებ, მაგრამ ფიქრობდნენ რომ 60% მოიგებდნენ პირველ ტურს და არ ვიცი რა მეორე ტური დაჭირდათ 2014 წელსაც კი ეხლა მაპატიეთ გაგეგმებით კონკრეტულ აბსოლუტურ რიცხვებში ეხლა 153,000 ხმა ვიღეთ პრაქტიკულად მე არ ვამბობ რომ რა გითხრათ ეხლა 100,000 ხმ ოპოზიცია ესე იგი ყველა დიდ ხარდაჭერა ვისა აქ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ხო სადაც ჩვენ არ უნდა დაგვეყენებია კანდიდატი, თქვენი კითხვა იქნებოდა ანალოგიური და ლეგიტიმური, რატომ იქ და რატომ აქ არა, სადაც უნდა დამდგარიყავთ, უნდა გვეთქვა, რომ ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, კოლეგებო, ნუ გავჩხუბოთ, ნუ გავგვეჩხუბებით, კარგი ჩვენ გვეჩხუბებით, მაგრამ მალე მივხედოთ საქმეს. ჩვენ ამ ასე თქვა გაუგებრობიდან დისტანცირდით ხალხო და დავიწყეთ კამპანია და მე იმედი მაქვს, რომ წამოგვეწევიან სხვა ოპოზიციური პარტიები რამდენიმე დღეში და ხელს ჩამოართვევენ ერთმანეთს. და ხელი-ხელ ჩაკიდებულები დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას თბილისში ერთადერთის წინააღმდეგ, რომელიც სლოგანი არ არის ახალი და ეკუთვნის არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარ ამ ერთობას დაარქვეს სიცხვილეას გულისხმობ, ხომ? 20 ივნისი არის კარს მომდგარი, სიმბოლური თარიღი არის. სხვანაირი უფლება არ გქონია. სამგორში და ასევე შეიძლება ყოფილიყო დისტანში და ნაძალადებში. ყველა უბანი მოგებული გვაქვს პრაქტიკულად ჩვენ სამგორშიც და გდანშიც 2018 წელს. ანუ იქნებოდა მე პირადად სურვილი მქონდა პირდაპირ გეუბნებით. მე გეუბნებით, აი მარტივად გეტყვით. მე პირადად ვიცი, რაც არ უნდა მე ვეცადო ზოგად მატერიებზე ხა ვისაუბრო და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდეთ. ახლა დღეს საზოგადოებას აინტერესებს ის პასუხები თქვენ კითხვებზე, რომელსაც თქვენ მისმენთ. მე პირადად დიდი სურვილი მქონდა თაწინ და ტანისში მეყარა კეჭი. მართლა მქონდა. დიახაც
კონდემ თუ იქ დავიბადე, გავიზარდე, თუ სადმე მეგობარი მყავს, თუ სადმე ვიცნობ ქალაქ ძირითადად ხო ან ბავშვი. მაგრამ ნუ რაღაც დათმობა გიწევს, ხო? იცი, სხვა ოპოზიციური კანდიდატებს სადავთ საკუთარი თავი მოაზრებული. არ გენდომებოდა თქვენ მე 2014 წელს მაგალითად 37% ავიღე როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თაწმინდაზე ცენტრალურ უბანში და სხვაგან ავიღე სხვა უბანში 23%. ხო 14%-იანი სხვაობა არის ძალიან დიდი. მაგრამ ნუ მომიწია დათმობა და მოგვიწია დათმობა. კი ბატონო, რადგან დათმობაზე საუბრობთ? აი მაგრამ ეს არ არის დათმობა, ეს არის გამარჯვება ყველასი და მე არ მინდა რომ ეს შანსი რომელიც გაჩნდა არ იქნეს რეალიზებული. სამწუხარო იქნება. აი ამის წარმოდგენაც არ მინდა რომ ოპოზიციური პარტიები ხა ერთმანეთში ვერ შეთანხმდებიან. ამის წარმოდგენაც არ მინდა. ეხა ოპოზიციური პარტიები რა თქმა უნდა დაასხდნენ ჩვენი მეგობრები და კოლეგები და გადაწყვიტონ ეს საკითხი ძალიან მალე რომ ისინიც ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში. კი ბატონო, აი რადგან დათმობაზე საუბრობდით, ოღონდ გამარჯვებისთვის დათმობაზე და დათმობა ამ შემთხვევაში არ არის რამე ნეგატიური სიტყვა. რას ეძახით მაშინ ოპოზიციურ ერთობას? ანუ სად უნდა შედგეს ეს ოპოზიციური ერთობა? ყველა დანარჩენ კანდიდატზე მათ შორის? ერთი კარგი კითხვა. ანაცია მე ხშირად ვამბობდი, არ არის ოლქების დათმობა, ნუ არ არის უბრალოდ იცით რა ერთობა მოდი ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვის ჩაკიდებს ხელს. აქვს დიდი მნიშვნელობა აქვს, კანდიდატსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და რომელი ასე ვთქვათ კანდიდატი რისის მომტანია ერთობისთვის, ხო? აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ბუნებრივია ხა ყველა ლიდერი უნდა დადგეს, რომელსაც აქვს ერთი პოლიტიკური კაპიტალი, ნდობა საზოგადოებისა და კონკრეტულ არიანი, ხო? და ვფიქრობ ამას მოვახერხებთ, აი იმედი მაქვს. იმედი ხომ იყო აქამდე რომ აი შედგებოდა ერთობა, ბევრს ალბათ ჰქონდა იმედი. ახლა იმედი არის და გაჩნდა შანსიც და ეს შანსი არის ძალიან დიდი შანსი. და ამ დღეებში უნდა დაესწროს ამ ყველაფერს წერტილი, იმიტომ რომ ვფიქრობ სულ თავისუფლად არის მოხერხებადი კონსენსუსი დედაქალაქზე და სერიოზული ხალხი ვართ ოპოზიციაში, გვინდა ქვეყნის მართვა ხალხის საკეთილდღეოდ და ეს არის ლაკმუსის ხავალი, ჩემო კარგებო. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რაც აი აქ დევს უკვე, უბრალოდ უნდა შევთანხმდეთ დისპოზიციაზე, როგორ ანაერად, ანუ ხალხს რას ვეუბნებით, რომ რაღაცა ძალა წავიდა საარჩევნო კამპანიაში და რაღაცა ძალამ უარი თქვა საარჩევნო კამპანიის ჩართვაზე და დავალეწოთ ერთმანეთს პოლიტიკური თავები, მაშინ როდესაც წესყობილება ოლიგარქიული გვაქვს და დასამარცხებელი, ჩვენ დავიწყეთ მართლა ძალიან მინდა, იმიტომ რომ ოპოზიციური ხმები ერთ დიდ ყულობაში საერთო ჯამში უნდა ჩავარდეს. გამიგეთ? გასაგებია. თქვენ გუშინ არ დაგისახელებიათ კანდიდატები. დღეს ხომ არ გაგვიმხელდით ვინ იქნებიან ამ რაიონში? ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ველზე. ისე როგორც ჩვენ მოგვეცა ამის შესაძლებლობა და ველზე. ეხლა არ შემიძლია არ თქვა პოლიტიკამ რამე თუ მასწავლა არც ერთ უპასუხო ასეთი უპასუხო კითხვაზე, ნუ მოკლედ უნდა შეეწუხო თავი და ყველა კითხვაზე უნდა გასცე პასუხი ან წუხილს. ბატონი ეხლა გელოდებოდი თქვენ და ბატონი გია ხუხაშვილის კომენტარს მოვკარი. კი ბატონო, მან თქვა რომ როცა შენ პარტნიორებთან საჯარო განცხადებებით იწყებ ურთიერთობას, რაც არ უნდა კარგი წინადადება კონდეს, ეს უკვე არასწორია. გია ხუხაშვილი მაყურებელს საქმეებს, საღამოს ჩვენი სტუმარი იქნება და საინტერესოა თქვენი პასუხი და პასუხი რა არის? ერთი. მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, საერთოდ ხელიც არ ჩამომიტვევია, ასაკად ნიჭიერი ადამიანი. ნუ ხშირად ანალიზში სწორია, ხშირად არის აბსოლუტურად არასწორი. ნაციონალური მოძრაობის მაკებარი სიტყვა გია ხუხაშვილმა რომ ასე თქვათ გაიმეტოს ბიზნესმენიშვილი სლოვაკის სქემაზე არ უნდა იყოს. ან გია ხუხაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე 100 წელი რო იცხოვრობს და მომწონს დღესაც არასოდეს არ შეიარებს. მაგრამ საჯარო სივრცეში ნაციონალურ მოძრაობამ ჩემი სახით გუშინ ნიკამელიამ კი არ განავითარა რაიმე გაუგებრობა, კი არ წამოიწყო, წერტილი დაუსვა. საჯარო სივრცეში დაიწყო ის რაც არ გვესიამოვნა და თავის დროზევე ავხვეთეთ. და მადლობა ყველა ოპოზიციურ პარტიას რომ გაგებით შეხვდნენ. და უსამართლობა არის და ეს დაუდოთ კი არ დავიწყეთ ბატონო გია. დავასრულეთ. დიდი სხვაობაა დასაწყისი და დასასრული. რო დამეწყო მივიღებდი ამ პრეტენზიას. ამიტომ როგორ გითხრათ ეხლა არის ძალიან კაფიო მოცემულობა.
გვინდა ამ ქვეყნის წარმატება, დემოკრატიული განვითარება, პლურალიზმი, ხომ? კი ბატონო, აგერ ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული ახლა. საარჩევნო სისტემა რატო გვინდოდა ჩვენ მაქსიმალურად პროპორციული, ხო? იმიტომ რომ რამდენ ხმასაც აიღებდა ადამიანი, იმდენი შესულიყო. ხო, პარლამენტში. ჩვენ ამაზეც უარანო პროპორციული ხო მოვიყვოთ კიდე გავიუარესეთ ჩვენ მდგომარეობა, იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლები შენ ორთქმავალი, ანუ საარჩევნო ლოკომოტივი ყავს ველზე, შენი შედეგი მცირდება პროპორციულ, ასე ვთქვათ, შედეგს გულისხმობ და დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც არასოდეს. პროპორციული წესით დაფიქსირებულ შედეგს, იმიტომ რომ 120 მანდატი თამაშდება პირველ ტურში, ხახტო. 150-დან 120 მანდატი მოდის პირველ ტურზე. ანუ რომელი ოპოზიციური პარტია და ჯამურად ეს იქნება მნიშვნელოვნად უფრო მეტი ვიდრე ქართული ოცნება, მნიშვნელოვნად და მე პრეტენზია მაქვს და ამისი ძალიან დიდი ალბათობა არის, რომ ცალკე აღებული მარტო ნაციონალური მოძრაობის ბლოკი ძალაერთობაშია ქართულ ოცნებას არჩევნებში შედეგობრივად დაამარცხებს. შედეგობრივად დაამარცხეს. მე არ ვამბობ, რომ ხა 50% არის ძალიან რთული, როდესაც შესაარჩევნო სისტემა გაქვს ამდაგვარი როგორც აქვს. აღარ საუბრობ სხვებზე, ხო? ჯანურად იქნება მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტი დაფიქსირება პირველ ტურში. პირველ ტურში გადაწყდება ამ არჩევნების ბედი. პირველ ტურში და აი ერთ არგუმენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს პარლამენტი? ერთ-ერთი არგუმენტი თუ შეიძლება მე იმ დაშვებით საუბრობ, რომ მიიღებს და ღმერთი არ გაუწყდება ბიზინა ივანიშვილს და პოლიტპატიმარი გიორგი რულვაც გამოვა. ერთი წუთი აი რამე და ერთ-ერთი არგუმენტი მინდა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და კიდე ერთი კითხვას გავცე პასუხი, რომელიც კიდე ერთი კითხვა დამრჩა და მუსირე და ძალიან მოკლედ რა. აქ ჩემი სტუმრობის შემდეგ შემოდის გიგი უგულავა. გიგი საუბრობდა, მე ხო ადენოდი ხალხს. გიგა ბოკერია სხვაები საუბრობდნენ, რომ უპასუხისგებლობა არის, კონდეს შანსი გაემარჯვა პირველ ტურში და გადაიტანო ეს შესაძლებლობა მეორე ტურში. ჩვენ პასუხი რა იყო? ჩვენ პირველად გვინდა ერთობა, მაგრამ არა დაქუცმაცებული ერთობა და არა ბლოკი. მე პირდაპირ ვთქვარ, ჩვენ არ გვინდა ერთობა, უშეცი გავაკეთე განცხადება ევროპულ საქართველოსთან მხოლოდ და ნათელაშვილის პარტიასთან, ბატონ შალვასთან, ლეიბურის პარტიასთან. ეს არის ერთობა, ეს არის ხელოვნური ერთობა, ეს არის ბლოკი, გამიგეთ? ერთ წუთებს არა, მაჟორიტარულ ოლქებში გეუბნებით. აქამდე ხელოვნური ერთობა იყო. არა, ერთი წუთით არა, ერთ სხვა ვერ გამიგეთ. ეს არის მოჩვენებითი ერთობა მაჟორიტარულ ოლქებში, როდესაც ჩვენ ევროპული საქართველო და ლეიბურის პარტია ვართ მხოლოდ ბლოკში და თანხმდებით მაჟორიტარებზე. და დანარჩენი მაგალითად ალეკო ელისაშვილი, ლელო და სხვები, მიუხედავად იმისა, რომ ლელოს ადრე ქონა გაცხადებული, არიან კიდევ ცალკე სხვა ბლოკის, ანუ 4-5 ბლოკი ოპოზიციური პარტიებიდან და ქართული ოცნება ერთი კანდიდატით, ეს არ გვაწყობს. და ვამბობდით ამას და იმისათვის, რომ ეს სიტუაცია არ იყოს სახეზე მიღებული, ჩვენ მივიღეთ ასევე ამიტომაც გუშინდელი გადაწყვეტილება, რომ გააჩნდა ეხა შესაძლებლობა, რომ შევდუღავდეთ კიდევ უფრო მეტად. მაგრამ პირველი ტური, აი 2018 წელი, ჩემი არგუმენტი მიდა იმის დასამტკიცება თქვენთვის, რომ პროპორციულ შედეგს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელიც დიდწილად განაპირობებს მეორე ტურების, სადაც იქნება მეორე ტური, და დარწმუნებული ბევრ ოლქში ოპოზიცია მოიგებს პირველივე ტურში. 2018 წელს ჩავთვალოთ, რომ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. და საპარლამენტო არჩევნები რო ყოფილიყო პირველ ტურში, პირველ ტურის შედეგებით. ნაციონალური მოძრაობა 38%, ქართული ოცნება 38%, ევროპული საქართველო 11% და შალვა-ნათელაშვილი 3%, თითქმის 4 კუკავა ბატონი უსოფაშვილი 2. აი გესმით რა ხდებოდა? დამთავრებული იქნებოდა პირველივე ტურში. რა თქმა უნდა, ახლა იმიტომ გვინდა ერთობა, რომ პროპორციულ მაღალ შედეგთან ერთად მაჟორიტარული ოლქები შეთანხმებით, ასე ვთქვათ, იქნეს ხო, ხორჩესყული რა, ეხლა შეთანხმებით და არა კვაზი შეთანხმება, ხახტო. მე და გიგი უგულავას ერთობა არ არის ის ერთობა, რომელსაც ხალხს ვეტყვით, რომ არის ერთობა, გავერთიანეთ. აბა რასაკეთებს ბატონი ალეკო ელისაშვილი, ბატონი დათო უსუფაშვილი, ბატონი ხაზარაძე, სხვები, ხო? ეს რისკი დავინახეთ ჩვენ. და ამიტომ ხელი შეუწყეთ პროცესს, რომ არ წასულიყო გაუარესებისკენ. მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება 8 წლის თავზე ოლიგარქის ხელში იმსახურებს დღეს ერთობას როგორც არასოდეს და ყველა გადადგამთ ჩვენ
შესაბამის ნაბიჯს და ჩვენი წილი პასუხისგებლობისა ვიღაცის მეტი, ვიღაცის ნაკლები, მაგრამ საერთოდ ჯამში ყველასი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც ალბათ, ხო? იქნება ადგილზე და არავინ ამისგან უკან არ დავიშეთ. კი ბატონო, თქვენ არ მიპასუხეთ კითხვაზე, ხომ არ დაასახელებდით დღესვე კანდიდატებს? ან თუ არ დაასახელებთ და მესმის ეს, უკვე თუ იცით ვინ იქნებიან კონკრეტული ადამიანები? ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, კი ბატონო, მაგრამ არ დაასახელებთ. არ გეუბნებით. კარგით, გასაგებია. დაველოდებით, როდის დაასახელებთ. კიდევ უამრავი კითხვა დამრჩა თქვენთან, მაგრამ ჩვენი დრო შეზღუდულია.